გითვალთვალებთ თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი. ახლა, როდესაც აი ამ საჯარო გაშლას თქვენ ჩართავთ, მოусმენთ. აი ახლა ცხელ ენერგიებს წავიკითხავ თქვენთვის და გავიგებ. ჩაფიქრებული ადამიანი აი ახლა უახლოესი პერიოდის განმავლობაში გითვალთვალებდათ თუ არა და საერთოდ რამდენად არის თვალთვალით დაკავებული. ერთია, როდესაც ადამიანი თავს გვაჩვენებს, რომ არ აინტერესებს ჩვენი ცხოვრება, მაგრამ მეორეა, როდესაც ამას ჩუმჩუმად დამალულად, ისე რომ საკუთარ თავსაც კი არ უტყდება, ნამდვილად აკეთებს. მას შესაბამისად სამი ვარიანტი გვექნება და ჩვენ ახლა გავიგებთ. ჩაფიქრებული ადამიანი გითვალთვალებთ თუ არა, სოციალებში ისე ჩვეულებრივ შესაძლებელია ერთ სივრცეში მუშაობდეთ, ერთი ოთახი ყოფდეთ, ხო? და ადამიანს თავი ეჭიროს თითქოს არ არის დაინტერესებული თქვენით. მაგრამ ძირითადად ეს უფრო მეტად სოციალების სამყაროში ვცხოვრობთ და შესაბამისად ნამდვილად ყველაზე ხელმისაწვდომი იქ თვალთვალია. ყველაზე უსაფრთხო, შეიძლება ასე ითქვას, მოთვალთვალისათვის. კეთილი, ვარიანტი პირველი, გითვალთვალებთ თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი. ახლა ეს ცხელი ენერგიები, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი, გითვალთვალებთ თუ არა. კეთილი. პირველი ვარიანტი გვექნება შეშლილი აქატი, მეორე ვარიანტი გვექნება ყავისფერი ნიჟარა და მესამე ვარიანტი გვექნება ვეფხვის თვალის ქალღმერთის სიმბოლო. კეთილი, ახლა დახუჭეთ თვალები. დაინახეთ ის კონკრეტული ერთი ადამიანი, ვისთან დაკავშირებით ყველაზე მეტად გაინტერესებთ ინფორმაცია და როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი აუცილებლად დაგიძახებთ. მოდით ცოტა ესე დავაპატარავებ ეკრანს, რომ მაგრამ მე ეკარგება ხილვადობა. არა, ვფიქრობ, რომ სამივე სიმბოლო კარგად ჩანს და კარგად აღიქვამთ სამივე ვარიანტს. კეთილი, პირველი ვარიანტი გითვალთვალებთ თუ არა ჩაფიქრებული ადამიანი. ახლა სამიანების ხმლები. ამის შანსი ახლა ნაკლები, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან გულნატკენია, თითქოს ეს გულის ტკივილი, რომელსაც ახლა ადამიანი გრძნობს და განიცდის. რას ეხება, მოდით ვნახოთ, ძალიან ცხელია ეს ყველაფერი. ძალიან ახალია ეს ყველაფერი. რას ეხება ეს გულის ტკივილი? იცით რა არის ეს კონკრეტული გულის ტკენა? მარტო ვთქვათ ერთ ადამიანს არ ეხება, ხო? შესაძლებელია აქ იყოს გარკვეული კონფლიქტი, კამათი, სტრესი, ნერვიულობა, შეჯიბრი, რა ვიცი, ეს ყველაფერი ერთად არის, როდესაც ადამიანი ამტკიცებს სხვა ადამიანებთან, შესაძლოა მათ შორის თქვენთანაც, ამტკიცებს საკუთარ ძალას, საკუთარ ნებისყოფას, საკუთარ გამძლეობას შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ანუ ადამიანი არის კონფლიქტში მეორე ადამიანთან. მაგრამ რეალურად ხომ არც ერთ მხარეს ეს ენერგიები არც ეკომფორტულება, არც სიამოვნებს, პირიქით საკმაოდ სტრესულია ეს ყველაფერი, საკმაოდ კორტიზოლის სუნი დგას თქვენს საჯარო გაშლაში, ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ადამიანს კონკრეტული კონფლიქტი აქვს კონკრეტულ ქალთან, თუ მამაკაცი ჩაიფიქრეთ და ამასთან დაკავშირებით საკმაოდ დასტრესილია, საკმაოდ ნერვიულობს და საკმაოდ ესე იგი განიცდის ამ ყველაფერს, ხომ გულიც ნამდვილად ნატკენი აქვს. ახლა რამდენად თქვენ ხართ ეს ქალი, ან რამდენად თქვენ არ ხართ, ხო? მე-15 არკანი გვაქვს, ანუ ძალიან არის გაბრაზებული ეს ბატონი, იმიტომ რომ აშკარად ძალიან შეეხო გარკვეული სტრესი კონკრეტულ ქალთან დაკავშირებით, სადაც ვფიქრობ, რომ ქალმა შესაძლოა საკუთარი პოზიციები დაანახა, ან რაღაცნაირად ისეთი რაღაც უთხრა, ისეთ წერტილზე შეეხო, რომელიც ადამიანისთვის ახლა ნამდვილად ძალიან მტკივნეულია.
კარგით, გასაგებია. მოდით ახლა უფრო მეტად კონკრეტიკა რომ გავიგოთ თქვენ თითოეულებთ თუ არა სოციქსელებში და უფრო მეტად გასაგები გახდება ეს ქალი თქვენ ხართ თუ არა. მაგრამ ნახავთ, ხო? თუმცა ისევე არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია ოჯახის წევრებთან ქონდა ადამიანს ეს კონფლიქტი, ხო? გაუგებრობა, შესაძლოა მამასთან ქონდა გაუგებრობა, დანარჩენ სხვა ოჯახის წევრებთან, ხო? მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი ძალიან განიცდის ამ ყველაფერს. თქვენ რამდენად გითვალთვალებთ პირველი ვარიანტი? 4-იანების ხმლები. იცით რა არის? მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპისთვის გაჩერება, ამ ეტაპისთვის თვალთვალი ნამდვილად არ არის. ამ ეტაპისთვის თვალთვალი ნამდვილად არ არის, თუმცა თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანს აქვს საკუთარ თავში ესეთი დამოკიდებულება საკუთარ თავთან, საკუთარ ფიქრებთან, ესეთი რწმენა აქვს, რომ ჩემთან აუცილებლად მოვა. თუ სამყარო ისევ შეგვახვედრებს, მაშინ ისევ და ისევ შეგვახვედრებს, ხო? თუ სამყარო არ შეგვახვედრებს, მაშინ არ შეგვახვედრებს, ხო? შესაძლოა შორის თქვენ შორის სიშორე იყოს, ან იყოს ესეთი გარკვეული ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ რელიგიური სხვაობა იყოს, ეროვნული თუ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები იყოთ ერთმანეთისთვის. მაგრამ აი აქ იგრძნობა ეს მენტალიტეტის ნაწილში ესეთი ცოტა გარღვევა, ხო? ყველას არ ეხება, მაგრამ თლიანობაში სიშორის ალბათობა საკმაოდ დიდია. საკმაოდ დიდია, რომ აი ახლა ამ მომენტისათვის, ან ეს უახლოეს წარსულში იყო თქვენ შორის ესეთი მანძილობრივი სიშორე ნამდვილად, ხო? მე ვერ ვიტყვი, რომ ადამიანს საერთოდ აღარ აინტერესებთ და საერთოდ აღარ სურს თქვენთან ურთიერთობა. მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ესეთი რაღაც, რომ ადამიანს აქვს ესეთი პერიოდი, ხო, ახლა თავის ცხოვრებაში, როდესაც თავის გეგმებთან მიდის, თავის ოცნებებთან მიდის და აი ამ რაღაცა ინტერესს თქვენთან დაკავშირებით მაინც იტოვებს, თუმცა ახლა გაჩერებულია და არ მაჩვენებს მისი მხრიდან, რომ რაღაცნაირად აი თვალთვალი იყოს ინტენსიური და ამას ყოველდღიურად აკეთებდეს. ხო, შეიძლება ხანდახან დაინტერესდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მასში უფრო მეტად აზრი და ამ აზრის სიმყარე მდგომარეობს იმაში, რომ ახლა უნდა მივხედო ჩემს თავს, მივხედო ჩემს ცხოვრებას, რა ვიცი, დავიპყრო ახალი ჰორიზონტები და აღმოვაჩინო ახალი სამყაროები, ხო? და რაც ჩემია, ჩემთან მოვა. რაღაცა დაახლოებით აი ესეთი ამბავი, იმიტომ რომ ადამიანი აშკარად გულნატკენია და როდესაც ადამიანი გულნატკენია და მithom მამაკაცის ენერგიები მოდის ძალიან, რომელსაც ძალიან უნდა წარმატებული იყოს, როგორც რა ვიცი, შეიძლება ბიზნესმენი, ვთქვათ, შემდგარი რაღაცა თავის საქმე ქონდეს, კარგად იყოს ამ ყველაფერში, ხო, შეიძლება სხვა შორის აი ბიზნესის ნაწილში ყოფილიყო რაღაც გარღვევა, ხო, რაღაცა არ ყოფილიყო ისე როგორც მას უნდა. მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის ენერგიები ახლა მეუბნება იმას, რომ არ უთვალთვალებთ ვინც ჩაიფიქრეთ, არ გითვალთვალებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ინტენსიურად არის ახლა საკუთარი თავით, საკუთარი სტაბილურობით დაინტერესებული და აქვს ესეთი აზრი, რაც ჩემია, ის ჩემთან აუცილებლად მოვა. კეთილი. სადღაც იმედი აქვს დატოვებული, რა თქმა უნდა, რომ ურთიერთობები შეიძლება აღდგეს, ან რაღაცნაირად თქვენი გადაკვეთა ისევ და ისევ მოხდეს. მეორე ვარიანტი. გითვალთვალებთ თუ არის ჩაფიქრებული ადამიანი ახლა და სხვა შორის იაქტიუროთ კომენტარებში, იმიტომ რომ თქვენი აქტიურობა ეს არის ჩემი мотиваცია. მადლიერები რომ ხართ, ეს ისედაც ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ გამოდით, ნუ იზარებთ კომენტარების წერას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჩემი YouTube არხის აქტივობისათვის და мотиваციისათვის და რა თქმა უნდა იმისთვის, რომ YouTube არხი კიდევ უფრო და უფრო მეტად გაიზარდოს, ხო? ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამის. და მივდივართ ესეთი სტაბილური ნაბიჯებით, დინჯად და უკვე ფაქტიურად თითქმის მგონი 25,000 ვართ. თუ 24,000 ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ბედნიერი და კვაყოფილი ვარ. იზრდება YouTube არხი. მეორე ვარიანტი. 6-იანების ხმლები. გითვალთვალებთ თუ არის ჩაფიქრებული ადამიანი ახლა, მეორე ვარიანტი და უკვე ხმლები, ხო? ადამიანის ცხოვრებაში ახლა გარკვეული ცვლილებებია.
ცვლილებებია, რა ცვლილებებია, მოდით ვნახოთ. რა ცვლილებებია ახლა ადამიანის ცხოვრებაში, ვნახოთ. ცვლილებები ის არის, რომ ადამიანი ნელ-ნელა ტოვებს რაღაცა მისთვის ძალიან ტოქსიკურ სცენარს, რომელიც არის დაკავშირებული ფინანსებთან დაკავშირებულ და სტაბილურობასთან დაკავშირებულ შიშებთან, ხომ? იმიტომ რომ რაღაცნაირად ადამიანი თითქოს აი ეხლა გამოდის რაღაცა რთული ფინანსური პერიოდიდან. ზოგადად ამ ადამიანისთვის ფინანსები ძალიან მნიშვნელოვანი არის და თუ თქვათ, მას ფინანსები არ აქვს სათანადოდ, როგორც მას სურს და მას სურვილი აქვს, ეს ძალიან შეგრძნებადია, მოდი ასე ვთქვათ, მის განწყობაზე, თვით შეფასებაზე, ხასიათზე, ანუ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ფინანსურად იყოს სტაბილურად. კეთილი. გითვალთვალებთ თუ არა სოციალურ ქსელებში, მოდი ეს ვნახოთ. გამოდის აი ამ რაღაცა რთული ფინანსური პერიოდიდან გამოდის. ვნახოთ ადამიანი გითვალთვალებთ თუ არა სოციალებში. იცით რა არის? პერიოდულად ადამიანი გითვალთვალებთ, ოღონდ ძალიან არ უნდა რომ ამის შესახებ გაიგოთ. ძალიან არ უნდა ამის შესახებ რომ გაიგოთ, მაქსიმალურად უჩინრად აკეთებს ამას, კეტავს საზღვრებს, რომ არანაირად თქვენი მხრიდან არანაირმა ეჭვმა არ დაუბერას, რომ ვთქვათ, მას გრძნობთ სოციალურ ქსელებში, რომ ის თქვენ გაკვირდებათ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ერთი შემიძლია გითხრათ ძალიან საინტერესო, ხო? საინტერესო მომენტი. ადამიანი ძალიან დიდ სიბრაზეს ატარებს თქვენთან დაკავშირებით. ძალიან დიდ სიბრაზეს, იმიტომ რომ აღარ ეძლევა ის, რაც ეძლეოდა თქვენიდან აქამდე. ეს შეიძლება ყოფილიყო გარკვეული დახმარება, ეს შეიძლება ყოფილიყო თქვენი მხრიდან, არ ვიცი, რაღაცა ოცნებები, პირობები, ხო, რომლებიც შეიძლება საერთოდ არ მიგიცეთ, მაგრამ ნუ ადამიანი ფიქრობდა, რომ რაღაცნაირად გეგმები სხვანაირად ქონდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა სცენარი დახვდა წინ, ხო? და აქედან გამომდინარე ადამიანი გაბრაზებულია თქვენზე. რამდენი წელიც არ უნდა იყოს გასული, რამდენი დღე, კვირა, თვე არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანი ბრაზობს თქვენზე. თუმცა ადამიანი ნამდვილად გაკვირდებათ, მაგრამ ამას აკეთებს ძალიან ჩუმად, ისე რომ არ გაიგოთ. კარგით, ერთი არკანით ვიკითხავ. ვინ ხართ ამ ჩაფიქრებული ადამიანისთვის ახლა? ხმლების დედოფალი. ქალმა, რომელმაც ათიანების კვარტები, ორვიანების ხმლები. ქალმა, რომელმაც გარკვეული საზღვარი გაავლო ამ ადამიანსა და საკუთარ თავთან შორის. აქ არის საზღვარი. საკმაოდ ძლიერი საზღვარი. და აქედან გამომდინარე ადამიანი გრძნობს თქვენს ავტორიტეტსაც, თქვენ ძალასაც, თქვენს შემართებასაც მასთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, რომ ადამიანისთვის სიმძიმეს არ წარმოადგენთ, ნამდვილად მძიმეა ადამიანისთვის და ტვირთია ნამდვილად ზოგადად თქვენი სახელის გახსენებას და სახის წარმოდგენაც. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავსაც უკრძალავს. მეორე ვარიანტი, ესე იგი, გამიჩერდა ვიდეო, ვისაუბრე, აღმოჩნდა რომ ვიდეო არ ჩამიწერია, მესამე ვარიანტზეც ვისაუბრე, მაგრამ ვიდეო არ შეუნახია, მოკლედ მთელი საგიჟეთი მოხდა აქ. მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა მეორე ვარიანტი. დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად თქვენი ვარიანტის ჩაწერა ბოლომდე მოვასწარი და მესამე ვარიანტი მომიწევს, რომ უბრალოდ ხელთავიდან ვისაუბრო. უბრალოდ იცოდეთ, მეორე ვარიანტი, რომ კი, საზღვრები თქვენი მხრიდანაც არის, მისი მხრიდანაც არის და საბოლოო ჯამში, ხო, იცის ადამიანმა, რომ სადღაც უკან მოსაბრუნებელი ხიდი უკვე დამწვარია და ფაქტობრივად ეს ყველაფერი შეუძლებელია, იმიტომ რომ რაღაცები დამთავრდა. თუმცა ის, რომ ადამიანი გაბრაზებულია, ეს თავში უკვე ისედაც და ასედაც მოგახსენეთ, მაგრამ მესამე ვარიანტი, აი თქვენთან ცოტა სხვა საინტერესოდ არის, ხო? მესამე ვარიანტი, ვინც ქალღმერთი აერჩია. რამდენი ხანი ვისაუბრე, ნოტა იცოდეთ და აღმოჩნდა, რომ ვიდეო არ ჩამიწერია. მესამე ვარიანტი.
პირველი რა შემიძლია გითხრათ, გითვალთვალებთ თუ არა ადამიანი? დიახ, გითვალთვალებთ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია თქვენი ენერგეტიკის ქალს არ უთვალთვალო, იმიტომ რომ გაქვთ რაღაცა ესეთი საინტერესო ენერგეტიკა, საინტერესო ესეთი მიზიდულობის მიმზიდველი ენერგია გაქვთ, მოდი ასე ვთქვათ, როდესაც ადამიანი ეხვევა ამ ენერგიებში, ძალიან რთულია რომ მე აიფხრიწოთ ეს ადამიანი თქვენი რეალობიდან. ხო, კი, ადამიანი გითვალთვალებთ. როდესაც ვიკითხე თუ ვინ ხართ ადამიანისთვის, მე პირდად შთაბეჭდილება შემექმნა ესეთი რომ შესაძლებელია ყოფილიყო სამკუთხედის თემა, თუმცა ეს ყველასთან ასე არ არის, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ ადამიანს ნამდვილად აქვს გრძნობები თქვენთან მიმართებაში, ხო? მაგრამ ეს გრძნობები, თან როგორ იცის ადამიანმა, რომ ან თქვენ გატკინათ გული, ან თქვენ უთხარით, რომ იცი რა, მოდი ძირფასო აიღე პასუხისგებლობები ანიქით ანაკეთ, ხო? ან რაღაცნაირად გარკვეული პოზიცია დაუფიქსირეთ, თქვენი საკითხი დაუსვით უფრო მეტად მკაცრეთ, იმიტომ რომ თქვენ ეს შეგიძლიათ, ხო? როგორც სიტყვა ლამაზი სიტყვები არ არის მხოლოდ კარაქი, რომელსაც პურზე წაუსვამ და მიირთმევ, ხო? ამიტომ აქ მაჩვენებს ესეთ საინტერესო რაღაცას, რომ ადამიანი გითვალთვალებთ, ნამდვილად გითვალთვალებთ, ადამიანს აქვს გრძნობა, აქვს მონატრების გრძნობა უდაოდ, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ რამდენად თქვენ მას დაიბრუნებთ, არ დაიბრუნებთ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ფაქტი არის ერთი, რომ ადამიანმა იცის, რომ ისეთი როგორიც არის, უკვე თქვენთვის შესაძლოა ნაკლებ საინტერესო და აქტუალური იყოს. მიხვდით ხო, იმიტომ თქვენ ხართ ის ქალი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია რომ იცოდეს საკუთარი თავის ფასი, საკუთარი კომფორტის ფასი, საკუთარი ფინანსების, საკუთარი დროის, საკუთარი შემოქმედების, მოკლედ ძლიერ ადამიანს ვუყურებ აქ. საკმაოდ ძლიერ ადამიანს ვუყურებ და საკმაოდ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი გაიარა, ბევრი ნახა და მოკლედ უკვე იცის და ბლა 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 აღარ აინტერესებს, ხო, სჭირდება გარკვეული სერიოზული პოზიციები ცხოვრებაში. ასე რომ თვალთვალი არის ადამიანის მხრიდან, მაგრამ თქვენ თითქოს აღარ გინდათ საკუთარი რესურსის და ენერგიის მიცემა ამ ადამიანისთვის და ეს ამას ადამიანი ძალიან კარგად ხვდება, ძალიან კარგად გრძნობს და ისიც ფაქტია, რომ თქვენ გაჭერით აქ გარკვეული ძაფები ურთიერთობის და აღარ აძლევთ ადამიანს თქვა საშუალებას, რომ წვდომა გქონდეს თქვენს რეალობასთან, მაგრამ ის თუ ადამიანი გითვალთვალებთ თუ არა 100%-ით და აქვს თუ არა მონატრება, ანუ დანარჩენი ორი ვარიანტიდან შემიძლია გითხრათ, რომ აი მონატრების ამბავი, აი სიბრაზეები და რაღაცები რო გავწიოთ, ხო, გვერდზე ყველაზე მეტად მონატრების ნაწილში, შერიგების რაღაც სულ ურთიერთობის აღდგენის ნაწილი აქ უფრო მეტად ინტენსიურია, ვიდრე ვთქვათ სხვა დანარჩენ ვარიანტებში, იქ უფრო მეტად სიბრაზე იყო, პროტესტი იყო, ჯიბრი, ჯინი, ეგოს ფხანა და ასე შემდეგ. აქ ამ ვარიანტში ეს ასე არ არის, ხო, ნამდვილად. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფაქტია, რომ ტყუილად არ მომხდარა განხეთქილება, ესე იგი იყო მიზეზი და მიზეზებს ჩვენ ახლა არ ვადგენთ, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, მაგრამ მთლიანობაში პასუხი ასეთია. კი, გითვალთვალებთ. კი, მონატრებაც არის, გრძნობაც არის. შეცდომა ეს გრძნობა კიდევ უფრო მეტად ეძალებოდეს ადამიანს გარკვეულ პერიოდებში, მთვარის ფაზებში, ან შეცდომა ცნობიერების მდგომარეობაში, რაც არის ან ალკოჰოლი, ან რაღაცა ესეთი გამაბრუებელი საშუალება, კიდევ უფრო მეტად ეტანება ეს ყველაფერი, მაგრამ შეგრძნება მოხს, რომ თქვენ ხართ ორი ადამიანი, რომელსაც შუაშიც არის აქ გარკვეული შავი კატა, როგორც იტყვიან, რომელმაც გადაირბინა და აი ამ გადარბენის ნაწილში ფაქტია, რომ გარკვეული სცენარები ისე დატრიალდა, რომ ამ ტანგოს მოცეკვავებიდან ერთ-ერთს აღარ მოსწონს თავისი ცეკვის პარტია, ხო? და თუმეტეს ტანგოს ცეკვავთ, კარგად ვიცით, რომ ტანგო სამში არ იცეკვება. მე კი დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.